კაიროს გენერალური ასამბლეის 65 სესიაზე მაჰმუდ აჰმადინეჯადის მიერ 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურა. აჰმადინეჯადის განცხადებით შესაძლოა ტერაქტის ამერიკის ხელისუფლების დაკვეთა იყოს. ირანის პრეზიდენტის სკანდალურ გამოსვლას ობამამ შეურაცხმყოფელი უწოდა. ბარაკ ობამა ირანის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. მაჰმუდ აჰმადინეჯადის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად 11 სექტემბრის უკან თავად შეერთებული შტატები იდგა. ეს განცხადება ირანის ლიდერმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. ობამა მაჰმუდ აჰმადინეჯადს BBC-ს სპარსული ბიუროსადმი მიცემულ ინტერვიუში უპასუხა. შტატების პრეზიდენტმა აჰმადინეჯადის გამოსვლას შეურაცხმყოფელი უწოდა. ძალიან შეურაცხმყოფელი და სიძულვილით სავსე განცხადება იყო. მით უმეტეს აქ მანჰეტენში, იმ ადგილთან ძალიან ახლოს, სადაც ათასობით ოჯახმა ახლობელი და ძვირფასი ადამიანები დაკარგა. ყველა აღმსარებლობისა და ეროვნების მოსახლეობამ ეს საერთო ტრაგედია დაღიქვა. მისი მხრიდან მსგავსი განცხადების კეთება 11 სექტემბრის შესახებ ირანელი ხალხის განწყობას აშკარად ეწინააღმდეგება. ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს აჰმადინეჯადის, მისი რეჟიმისა და მოსახლეობის აზრებს შორის რადიკალურ სხვაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამაში მეთანხმება და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემნაირად ფიქრობს ირანელი მოსახლეობის უმეტესობა. ობამას განცხადებით აჰმადინეჯადის ეს სიტყვები ამერიკელ ხალხს ირანის მთავრობის მიმართ კიდევ უფრო მეტად ფრთხილს გახდის. ისინი გამუდმებით ხედავენ ირანის ურჩქმედებებს ატომური პროგრამების განვითარებასთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო წესებს არ ექვემდებარება და რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ირანელ ხალხს შეუძლია სხვა არჩევანი გააკეთოს და ჩვენ ამას მივესალმებით. მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ მათ უფლება ატომური პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყენონ. ატომური იარაღის გავრცელებლობის შესახებ დადებული შეთანხმების ფარგლებში. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ირანელები საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრაციას. ეს ყველაფერი თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ავტომატურად გააუქმებს. გაეროს უშიშროების საბჭომ ატომური ამბიციების გამო ისლამურ სახელმწიფოს სანქციების მეოთხე რაუნდი დაუწესა. ტელეკომპანია CNN-ის დაბალი რეიტინგის გამო სამსახურიდან დაითხოვეს მისი პრეზიდენტი ჯონათან კლაინი. გადაწყვეტილება მედია კორპორაცია Time Warner-მა მიიღო. კორპორაციაში მიიჩნევენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელეკომპანიის რეიტინგი რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა. კლაინის ყველა მცდელობა კი ვითარება შეეცვალა წარუმატებლად დასრულდა. ჯონათან კლაინს მედია კორპორაცია Time Warner-ის კიდევ ერთი შვილობილი ტელეკომპანიის HLN-ის ხელმძღვანელი კენ ჯონსი შეცვლეს. კაჩინსკის თვითმფრინავის ტრაგედიის ახალი დეტალები პოლონელი გამომძიებლები იმ რუსი პოლკოვნიკი დაინტერესდნენ, რომელიც 2010 წლის 10 აპრილს ორ სხვა დისპეჩერთან ერთად ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის სმოლენსკში დაფრენას ხელმძღვანელობდა. პოლონეთმა რუსულ მხარეს პოლკოვნიკ კრასნოკუტსკისა და კიდევ ორი დისპეჩერის დაკითხვის მოთხოვნით უკვე მიმართა. პოლონეთის გენერალური პროკურორი ანდჟეი შერემეტის თქმით, პირველ რიგში სწორედ პოლკოვნიკ კრასნოკუტსკისგან სურს ჩვენების მიღება. პოლონური მედია საშუალებების ცნობით მაშინდე რა სმოლენსკის აეროდრომზე ნისლი ჩამოწვა პოლკოვნიკს აეროდრომის დახურვა სურდა. მან ოფიციალური ნებართვის მისაღებად მოსკოვში დარეკა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს. გაზეთმა ვიბორჩამ დაადგინა, რომ პოლკოვნიკი სმოლენსკში მეთაურის სამუშაოს შესასრულებლად ტვერიდან მიავლინეს. იგი სმოლენსკის აეროდრომზე 5 აპრილიდან 10 აპრილამდე, ანუ პოლონური სამთავრობო დელეგაციის სავარაუდო ჩამოფრენის დროს უნდა ყოფილიყო. იმავე გაზეთის ინფორმაციით, დისპეჩერებს პავლე პლიუსინსა და მის თანაშემწერიშკოვს მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი ვითარების სირთულე არ ესმოდათ, არ ჰქონდათ უფლება პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის დაშვებაზე უარი ეთქვათ. გაზეთის მტკიცებით შექმნილ ვითარებაში პოლკოვნიკმა კრასნოუცკიმ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო. ხელმძღვანელობას ტვერსა და მოსკოვში დაურეკა. იგი საჰაერო ძალების მეთაურთან დაკავშირებასაც ცდილობდა, მაგრამ მიუწვდომელი აღმოჩნდა. რუსეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა კი, რომლებთანაც პოლკოვნიკმა კრასნოუცკიმ დაკავშირება შეძლო, ჩათვალეს, რომ პოლონელებისთვის დაჯდომის უფლება უნდა მიეცათ, ვინაიდან მათ შესაძლოა დაფრენა გამოსვლოდათ. შესაძლოა საქმე იმაშიც იყო, რომ სამხედროები დიპლომატიურ სკანდალს მოერიდნენ. კაჩინსკის თვითმფრინავის სმოლენსკში რომ არ დამჯდარიყო. პოლონეთის პრეზიდენტი კატინში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრებას ვერ შეძლებდა. პრესისათვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ დროის განმავლობაში პრეზიდენტის თვითმფრინავის კაბინაში შექმნილ ვითარებაზე რჩეულობა გრძელდებოდა. დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელმა მარიუშ კაზანმა კატასტროფამდე 11 წუთით ადრე განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება თუ რა უნდა ექნა შემდეგ. მფრინავებმა VIP პერსონების დასხდომასთან დაკავშირებით შემუშავებული ინსტრუქცია დაარღვიეს და დაფრენა დაიწყეს. Данные, зафиксированные бортовыми самописцами, польский президент не давал указаний во что бы то ни стало посадить лайнер.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ახლად გახსნილი საწარმო სამკვირვებლო სახლს ესტუმრა, სადაც თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის 40 კურსდამთავრებული დასაქმდა. თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრში წელიწადნახევრიანი სამკერვალო კურსის დამთავრების შემდეგ 40-მა კურსდამთავრებულმა მკერავის პროფესიის დამადასტურებელი დიპლომები მიიღეს. საწარმოში დასაქმების შემდეგ კურსდამთავრებულებს 500 ლარიანი ანაზღაურება იქნებათ. თანამშრომლობა სამკერვალო სახლსა და თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრს შორის მომავალშიც გაგრძელდება. განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძალიან სერიოზული რეფორმა პროფესიულების და ჩვენ რასაც დღეს ხედავთ, ეს არის პირველი შედეგები ამ რეფორმის. როდესაც 40-მა ახალგაზრდამ სამთაში აითვისა პროფესია და კერძო ბიზნესის ხელშეწყობით დაიწყო მუშაობა. აქ მუშაობს 40 ახალგაზრდა, რომელმაც 3 თვის განმავლობაში ისწავლა პროფში. ეხლა აქვს ხელფასი 500 ლარზე მეტი. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს და სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ. პატარების სამედიცინო გამოკვლევებს ძმების ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გადიან. საქველმოქმედო აქციისთვის ავლაბრის რაიონში მცხოვრები ის მრავალშვილიანი ოჯახები შეირჩა, რომლებსაც 4 ან 4-ზე მეტი შვილი ყავთ. ავლაბარში ამ კატეგორიის 23 ოჯახია რეგისტრირებული. სამედიცინო გამოკვლევა 100-მდე არასრულწლოვანს ჩაუტარდა. გამოკვლევის შემდეგ ბავშვებს საჭირო მედიკამენტებსაც გადასცემენ. ისინი დღეს მოემსახურებიან სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს და ჩაუტარებენ მათ ძალიან სერიოზულ კომპლექსურ გამოკვლევებს და თუ კი რომელიმისთვის საჭირო იქნება დამატებით მედიკამენტები, თქვენ აგერ გქონდათ საშუალება გენახათ, ისინი მედიკამენტებსაც გაატანენ. შინ ასევე ეს არის ჩვენი უფროსების, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების აქ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ საკრებულოს წარმომადგენელია, ვინ სამედიცინო საზოგადოების, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამ ბავშვების, ამ ოჯახების მიმართ. აქცია დაგეგმილია შემდეგნაირად: ბავშვს გასინჯავს ექიმი პედიატრი, თუ საჭირო იქნება შემდგომ ყველა ვიწრო სპეციალისტი, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ დაჭირდება და ჩაუტარდებათ გამოკვლევების შესაბამისად, რა შესაძლებლობების დღეს აქვს კლინიკას, ანუ ეს არის სისხლის საერთო ანალიზი, მუცლის ეხოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ფსიქოლოგიის კონსულტაცია, ნებულაიზეროთერაპია, რენტგენოგრაფია და ასე შემდეგ. ყველა ის გამოკვლევა, რასაც მოითხოვს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 4 შვილი მყავს, ამ აქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და გამოიკლევენ ამ ბავშვების ჯანმრთელობასა და მე მგონია რაც უფრო მეტი ჯანსაღი და კარგი ახალგაზრდობა გვეყოლება, ეს იქნება ყველაფრის საწინდარი და მე მგონი ყველაფრის კარგი და მადლობელი ვარ დღევანდელი აქციისა.